რომელი უფრო მალე მოკლავს, ეს უშაქრო კოლა, რომელიც შეიცავს სუკრალოზას, შაქრის ჩამაცვლებელს, რომელსაც ხალხი ქიმიურ შხამს იძახის, თუ კოლა კლასიკი, რომელიც ახალ წელთან ბევრ ტკბილ მოგონებასთან, თოვლის ბაბუასთან ასოცირდება, მაგრამ შეიცავს ოხრად შაქრებს, დაახლოებით 8 ჩაისკოს. უმეტესობა ადამიანების ამ თემაზე საუბრობს, ნუტრიციოლოგიაში განათლება გაზეთის სიტყვა და საქმიდან აქვს მიღებული. მეტი დამაჯერებლობისთვის სათვალეც უკეთიათ, მაგრამ მათი არ დაიჯერება. ამიტომ მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი ამ ვიდეოში მოგიყვები რაშია საქმე და როდის რომელი უნდა დალიო. დავიწყოთ კოლა კლასიკით, რომელიც შეიცავს ერთ პორციაზე დაახლოებით 140 კალორიას, 35 გრამ ნახშირწყლებს ყველა შაქარია აქედან როგორ დამატებული შაქრები. 35 გრამი ეს არის დაახლოებით 8 ჩაისკოზე. წარმოიდგინე ყავას სვამ და იქ ყრი 8 ჩაისკოს შაქარს. ყავას კი არ სვამ. სვამ შაქარს ყავით. აბსურდია, რომელიც პირდაპირ დარტყმაა შენს ინსულინზე, ორგანიზმზე, მათ შორის ღვიძლზე და მეტაბოლიზმზე. ეხლა განახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, ამერიკის გულის ასოციაცია მეუბნება, რომ დამატებული შაქრები ჩემს რაციონში კალორიების 10%-ს უნდა შეადგენს მაქსიმუმ. ოქროს სტანდარტი არის მაქსიმუმ 5%. ეს რას ნიშნავს? თუ 2000 კალორია მჭირდება, 2000 კალორიის 5%, რომელიც არის დაახლოებით 25 გრამი შაქარი, იქნებოდა ის ოქროს სტანდარტი, რომელსაც არ გადავაჭარბებდი ყოველდღიურად. ეს 1 კილა 50%-ით აჭარბებს დასაშვებ ნორმას. 1 კილით კი არ შევივსე დღიური რეკომენდებული ოდენობა. არამედ გადავაჭარბე კიდევაც მას, რომელიც კიდევ ერთხელ სრული აბსურდია და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს უშაქრო კოლაზე გაგიმახვილებ ყურადღებას, არის შაქრების არანორმალური ოდენობა. 140 კალორიას გაძლევს, თითქოს 140 კალორია არაფერია, 140 კალორიას ბევრ სხვა რამეც მოგცემს, მაგრამ 35 გრამი დამატებული შაქრები ერთი ულუფიდან არის კატასტროფა. ეხლა ჩვენი უშაქრო კოლა, რომელიც ერთ ულუფაზე მომცემს 0-დან 1 კალორიამდე, უფრო 0 კალორიას, 0 გრამი შაქრებით, 0 გრამი შაქრებით, საიდან არის ეს დაუცველი მაშინ ესეთი ტკბილი? საიდანაც შეიცავს შაქრის ჩამოცვლებელს, სუკრალოზას და კალიუმის აცესულფამს. აცესულფამ კალიუმს. ეს ორი ჩამოცვლებელია გამოყენებული საქართველოში, მაგრამ უცხოეთში შეიძლება ნახოთ, რომ სუკრალოზას ნაცვლად ასპარტამია გამოყენებული. მოკლედ, საიდან არის ეს სახელები წამოსული? ყველას როცა ახსენდება უშაქრო ჩამოცვლებები, შაქრის ხელოვნური ჩამოცვლებები, გონია რომ ეს არის ქიმია. ადამიანის მიერ შექმნილი ჯოჯოხეთი, რითიც უნდა ჯანმრთელობა დაგვინგრიონ. მათ შორის ჩვენს ცნობილ ინფლუენსერებს, რომელიც აწובה რომ უშაქრო კოლა ცუდია, უბრალოდ ახსოვს, რომ სუკრა რაღაცას შეიცავს და გეუბნება, რომ ცუდია. ეხლა განვარტოთ რა არის სუკრალოზა და ის დამატებულები, რომლებიც უშაქრო კოლაში ან სხვა გაზიან სასმელებშია გამოყენებული. სუკრალოზა, რომელიც უშაქრო კოლაშია, ეს არ არის შაქარი. შაქრის ბიძაშვილია, რომელიც მართლა რეალური სუფრის შაქრისგან მზადდება მრავალეტაპიანი ქიმიური გარდაქმნის შედეგად, რითაც ენიჭება ნულოვანი კალორია. ამასობაში თითქმის ამოუცნობელი ხდება საჭმლის ცნობილ სისტემაში, რის გამოც არ შეიწოვება. 80-85% უცვლელი სახით ტრანზიტოლურად განავალთან ერთად გამოიდევნება. ის 10-15%-იც კი, რომელიც ხვდება სისხლის მოქცევის სისტემაში, არ გამოიყენება როგორც ენერგია, აიხმება როგორც უცხო სხეული, ცირკლების მიერ სწრაფად შეიბოჭება და შარდთან ერთად უცვლელი სახით გამოიდევნება. ახე მარტივია. კოლა კლასიკი, კოლა ზერო, კოლა ზერო, ფანტა, კოლა ზერო, კოლა ზერო, კაბისა. ეხლა გაიგებთ პაკეტებს დაგადებ. სუკრალოზა, რომელიც არ აღიქმება ისე როგორც შაქარი, ორგანიზმის მიერ არც აღიქმება როგორც შაქარი, შესაბამისად მისი ორგანიზმში მოხვედრის მერე არ უნდა ველოდე ასევე ინსულინის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მცირე კვლევები, რომლებიც მეუბნება, რომ ტკბილ გემოზე ზოგიერთ ადამიანს კვლევაში მიუხედავად შაქრის არ მიღებისა, ინსულინის რეაქცია მაინც განუვითარდა. თუმცა ეს იყო ზოგიერთ ადამიანზე და როგორც წესი, ეს რეაქცია იმდენად კლინიკურად უმნიშვნელოა, რომ ვიძახით, რომ ადამიანები, რომლებიც ხელოვნური დამატკოვრებით მიირთმევენ გაზიან სასმელს ან სხვა საკვებს, მასზე საპასუხოდ ორგანიზმი ინსულინის რეაქციას არ გამოანთავისუფლებს. ანუ რჩევა და მოწოდება, რომ უშაქრო კოლაშიც იგივე შაქარია, რომელიც ისევენაირად გასუხებს, როგორც შაქრიანი, არასწორია. მეტიც სრული სისულელეა. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენი სერიოზული განათლების მქონე ინფლუენსერებს, რომელმაც რამდენჯერ მიახსენეს, რომ კვლევებით, კარგია რომ კვლევების ხსენება უყვარს, მაგრამ შედალოცვილობა არ წაიკითხე მაინც. მტკიცდება, რომ უშაქრო გაზიანი სასმელი კორელაციაშია, ასოცირდება მაღალ სხეულის მასასთან, სიმსუქნესთან და ტიპი 2 დიაბეტთან. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როცა ადამიანს არ ესმის განსხვავება ობზერვაციულ დაკვირვებით და ინტერვენციულ კვლევებს შორის და მისგან მიღებულ პასუხებს ვერ ასხვავებს. მაქვს კვლევები ნამდვილად, რომელიც აკავშირებს უშაქრო გაზიანი სასმლის მოხმარებას და მაღალ წონას, ასევე ტიპი 2 დიაბეტს. მაგრამ როგორც ნახეთ, ყველაფერი პირიქითაა. ადამიანები, ვინც მოიხმარენ უშაქრო კოლას, კი არ ემართებათ დიაბეტი და კი არ სუქდებიან.
პირიქით ადამიანები, ვინც უკვე არიან მაღალი სხეულის მასით ან ტიპი 2 დიაბეტით, უფრთხილდებიან დამატებულ შაქრებს და ესეც უნდა მოიქცნენ და ირჩევენ უშაქრო ალტერნატივებს. ანუ უშაქრო კოლა კი არ იწევს ამ ყველაფერს. პირიქით, ადამიანები ირჩევენ უშაქრო კოლას. ანუ ეს შედეგი კი არ არის. უბრალოდ დამნაშავეა, რომელიც უდანაშაულო ადამიანია, რომელიც დანაშაულის წერტილში შემთხვევით აღმოჩნდა. ეს იგივეა, რომ წარმოვიდგინე იღვიძებ და დილით ყველა ქართულ ჟურნალში გვხვდება ნიუსი. ვინც ჭამს ნაყინს, დიდი ალბათობით მას ზვიგენი შეჭამს. და ამის კვლევები გვაქვს. ადამიანები სტატისტიკურად, როდესაც იზრდება ნაყინის გაყიდვა, ასევე იზრდება შემთხვევები, როცა ზვიგენი გადასანსწავლს ხოლმე ადამიანს. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ნაყინი უჭამე, მაშინ ზვიგენი შემჭამს? არა, აქ არის კორელაცია. თუ ნაყინი ჭამა ადამიანმა, ესე იგი ცხელა, თუ ცხელა ზოგიერთი ადამიანი ოკეანეთის პირაშია, თუ ეს ადამიანი ასევე ცურავს და ზვიგენს შეხვდა, რაღაცა მოხდება მათ შორის. ანუ ნაყინი არ იწვევს ზვიგენის ინციდენტებს, ეს არის კორელაცია. ზუსტად იგივე შემთხვევაა, რაც წეგან კოლაზე გითხარი. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კორელაცია, რაც არის ორ დამოუკიდებელ რიცხვს შორის კავშირი და მიზეზ შედეგობრიობა. ეხლა რა ხდება მიზეზ შედეგობრივ კვლევებში, როცა საქმე ჩართულია უშაქრო კოლა. კვლევები მეუბნება, რომ ადამიანები, ვინც უშაქრო ტკბილ გაზიან სასმელს მოიხმარდნენ, ნაცვლად წყლისა უკეთესი ეფექტი ჰქონდათ წონისკლების. ეს საიდან მოდის? დიდი ალბათობით ადამიანები, რომლებიც ტკბილის გემოს იკმაყოფილებდნენ უშაქრო, უკალორიო ტკბილი სასმლისგან, საღამოს სახლში მისული 250 კალორიის ტორტის ნაჭერს აღარ შეექცეოდა, ზოგავდა კალორიებს, ამასობაში ზოგავდა შაქრებს. ანუ ამ დროს უშაქრო კოლა ხდებოდა ჩამნაცვლებელი ტკბილი გემოსის, სხვა კალორიული საკვების. რა დროსაც თურმე მიზეშედეგობრივ კვლევებში უშაქრო კოლა მეხმარება წონის მენეჯმენტში. მოკლედ იმის გამო, რომ ამ სფეროში ბევრი ადამიანი ვერ ერკვევა მარტივ დასკვნებს აკეთებს კომპლექსურ თემაზე. ესეთი ერთ-ერთი მარტივი დასკვნა სიმსივნეების რისკი უშაქრო შაქრის ჩამნაცვლობის მოხმარებისას, რომელიც როგორც წესი ვირთხის მოდელზეა დამტკიცებული და ის ვირთხა და სხვა მოდელები, რომელსაც უვითარდებოდა სიმსივნე, ფილტვის ან თავის ტვინის, მოიხმარდნენ იმოდენობა შაქრის ჩამნაცვლობას, რაც ადამიანი სტანდარტული 70 კილოგრამი მიიღებს ყოველდღიურად ხანგრძლივი მოხმარება 20 კილა გაზიანი სასმლის მერე. ვიყოთ გულწრფელები, როცა ადამიანი სვამს უშაქრო კოლას, დიდი ალბათობით მიირთმევს ერთს, თან არასტაბილურად, ან 1-2-ს. 20 კილა ყოველდღიური მოხმარება არ არის ის რისკი, რომელზეც მეფიქრება უშაქრო გაზიან სასმელში და სუკრალოზას ოდენობაც, როგორც წესი, FDA-ის მიერ დამტკიცებული სწორედ აქ გადის. დაახლოებით 10-20 გაიჩნია რამდენი გამოიყენა მწარმოებელმა თავის უშაქრო გაზიან სასმელში, რომელიც რისკის ფაქტორი არ არის, ანუ რა ვთქვით, უშაქრო კოლაც და შაქარიც ორივე უსაფრთხოა დაწესებული ნორმლების ქვეშ. ოღონდ ერთი განსხვავებაა. შაქრის კონტროლი ბევრად უფრო მიჭირს, ვიდრე სუკრალოზასი გამიჭირდებოდა რაოდენობაში. ეხლა არის რამე რაც მიდარდება უშაქრო გაზიან სასმელში? აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ უშაქრო გაზიანი სასმელი ყველა შეიცავს განსხვავებულ შაქრის ჩამნაცვლებელს და განსხვავებულ შაქრის ჩამნაცვლებელს განსხვავებული მეტაბოლიზმი აქვს. თუმცა უმრავლესობა მათგანზე, მათ შორის სუკრალოზაზე რა გითხარი, და ორგანიზმი ვერ აღიქვამს საშუალების სისტემიდან გამოიდოვნება უცვლად, მაგრამ ამ გზაში აღწევს მსხვილნაწლავთან, ჩვენს მიკრობიომთან და მაქვს კვლევები, რომელიც ხანგრძლივი მოხმარების შემდგომ ადამიანებში ჯამრთელ დადებით ჩემ ბიფიდობაქტერიებს და იმ ოჯახებს ბაქტერიების, რომლებიც ჩემ ნაწლავის ფლორას წარმართავს, აზიანებდნენ. თუმცა ესეც არ არის სისტემატურ კვლევებში და ამასობაში მნიშვნელოვანია დოზა. ყოველდღიური ჭარბი მოხმარების, მაშინ როცა 20 კილა იქნებოდა რაოდენობა სუკრალოზასის ზედაზღვარი უმრავლესობა ადამიანისთვის, გირჩევ რომ ნეგატიური ეფექტები რომ ავირიდო თავიდან ხანგრძლივ მოხმარებაში, დღეში 1-2 კილა კოლა არის ის ზღვარი, რომელსაც არ გადავაჭარბებდი და დიდი ალბათობით ყოველდღურად არ მოვიხმარდი. ჩემი გრძელვადიანი ჯანმრთელობის გამო, რომელიც საჩვენებელ სისტემაზე მიდგება და ჩვენ ვიცით, კვლევებით და კიდე ყველაფერი წინ არის, ყველაფერთან კავშირშია ჩემი საჩვენებელ სისტემა და მიკრობიომი, ასე რომ გაუფრთხილდი შენაწლავის მიკროფლორას, მარტო არ ცხოვრობ და მათზეც იფიქრე. კაი, ახლა დავუბრუნდეთ ჩვენ მთავარ კითხვას. არის თუ არა კოლაზე რო ჯანსაღი? რა თქმა უნდა, არა. უფრო ჯანსაღია ვიდრე შაქრიანი კოლა? პასუხია კი. ანუ კვირის ყოველი დღე წინ დრო დამინდო მომადო იარაღი დამითხარ რომელიმე აირჩიე ყოველ ჯერზე ყოველ დღე უშაქრო ალტერნატივას ავირჩევდი. არის თუ არა კოლა უშაქრო უფრო ჯანსაღი ვიდრე წყალი? რა თქმა უნდა არა. წყალი ლიდერია მეგობრებო, თქვენი ჰიდრატაციის შემავსებელი, ესეც შეგავსებს სითხის, მაგრამ სწორება მასზე არ მაქვს. ანუ ყველაფერი კონტექსტია, რომელსაც მტკიცებულობას დაფუძნებულ ნუტრიციოლოგიის საფუძვლების კურსში ჩემს სტუდენტებს ყოველთვის უმეორებ. ჯანსაღი და არაჯანსაღი დამოკიდებულია კონტექსტზე. რეალურად ამ ორ შორის მივაკეთებ არჩევანს, რომელია უფრო ნაკლებად არაჯანსაღი. როცა საქმე მიდგება ადამიანზე, რომელიც ყოველდღიურად მოიხმარს უშაქრო ან პირიქით შაქრიან გაზიან სასმელს და სვამს დღეში 1-2 კილა შაქრიან კოლას,
იმისთვის რომ დავიცვა მისი მეტაბოლური ფუნქცია, შაქრის მენეჯმენტი, დიდი ალბათობით ვურჩევ იმას კი არა რომ ყოლა ამოიღოს და წყალი დალიოს, იმიტომ რომ ამას ვერ შეძლებს. ვურჩევ დღეში 1 კილა იმ ორიდან ჩაანაცვლოს უშაქრო ალტერნატივით. ამასობაში ვეტყვი რომ ეს ყველაფერი დატოვოს და მეტი წყალი მიიღოს. დროთა განმავლობაში ქცევითი ადაპტაციით, რაც უფრო მეტი წყალი შემოვა, უფრო ჩანაცვლდება მათი როლი და თუ დარჩება რაიმე, დარჩება კვირაში ხანგამოშვებითი უშაქრო გაზიანის ასვლის მოხმარება. ანუ ყველაფერი კონტექსტია. ვინც გეტყვით ერთ მოჭრილ წინადადებას ჯანსაღ ყვებაზე, იცოდეთ რომ ის ადამიანი ან რამეს ყიდის, შეიძლება უშაქრო ყოლა მაგის გაკეთებულია, ან თავის პროგრამას ყიდის, ან უბრალოდ არ იცის. ასე რომ ყველაფერი არის პროცესი და პროცესის ნაწილში ამ ორ შორის ნაკლებად არაჯანსაღი უშაქრო ყოლაა, მაგრამ წყალს ვერ ჩაანაცვლობს, ამაზე მინდა კაცრად ხაზი გაუსვა.